მიკროსაფინანსო სექტორის ფინანსური მაჩვენებლები გაუმჯობესდა, მისოებმა მიმდინარე წლის მესამე კვარტალი 109 მილიონი ლარით წმინდა მოგებით დახურეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ზრდა 10 მილიონი ლარია. მიუხედავად ბაზრიდან ორი მსხვილი მოთამაშის MPC-სა და კრისტალის გასვლისა, კომპანიების საკრედიტო პორტფელი იზრდება და ბოლო მონაცემებით 1,7 მილიარდ ლარს აჭარბებს. ცესხების ძირითადი ნაწილი ფიზიკურ პირებზე მოდის. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბაზარზე ამ დროისთვის 29 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს და საქმებულთა საერთო რაოდენობა კი 3600-ს აჭარბებს. ფრინველის ხორცის ქართველ მწარმოებლებს ახალი შესაძლებლობა ეძლევათ. საქმე ეხება საქართველოსა და ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის გაფორმება ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იგეგმება. როგორც ბიზნეს პარტნიორთან მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, ჩინეთში მაღალი მოთხოვნაა ქათმის სხვადასხვა ნაწილზე და ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საქართველოში ქათმის ხორცის წარმოების გაზრდას. ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, ჩინეთთან ექსპორტის საკითხი საქართველოს მხრიდან წახალისებულია და სამთავრობო დონეზე გაფორმებული მემორანდუმით ის ბარიერები, რაც ჩინეთის მხრიდან არსებობს, ქართველი მწარმოებლებისთვის მოიხსნება. საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით 10 თვეში ქართული ღვინო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპისა და აზიის 20-მდე ქვეყანაში წარდგენილი იყო 29 გამოფენა ფესტივალსა და 250-მდე დეგუსტაციაზე. ამავე პერიოდში ღვინის უცხოელი პროფესიონალების მონაწილეობით საქართველოში 17 ღვინის ტური გაიმართა. აღნიშნული აქტივობები ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მიმდინარე წელს ბიუჯეტი 17 მილიონ 400,000 ლარით განისაზღვრა, რაც 1,400,000-ით აღემატება გასული წლის ბიუჯეტს. პირველად საქართველოში ენგურის წყალსაცავზე 500 მეტრიანი სიგრძის ზიპლაინი მოეწყობა, რომლის ყველაზე მაღალი წერტილიც ზედაპირიდან 320 მეტრ სიმაღლეზე იქნება. პროექტი დასრულების პროცესშია, უკვე მომზადებულია გეოლოგიური დასკვნები, ასევე განისაზღვრა რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა ტექნიკური დეტალი, მათ შორის სიმაღლეთა შორისი სხვაობები. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს ზიპლაინის მოწყობითი სამუშაოები. სპეციალისტების შეფასებით, პროექტი საქართველოს და განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე დადებითად აისახება. თბილისის სატრანსპორტო სისტემა, რომელიც ყოველდღიურად ათასობით მგზავრს ემსახურება, ბოლო წლებში სერიოზული გამოწვევების წინაშეა, განსაკუთრებით საცობებისა და არასაკმარისი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფონზე. სწორედ ამ კონტექსტში განიხილება ტრამვაის ხაზის აღდგენისა და მეტროს გაფართოების გეგმები. ჩვენ სტუმართან მიმსჯელებთ, რამდენად რეალისტურია ურბანული განვითარების ამ პირობებში ტრამვაის დაბრუნება თბილისში, როგორ შეიძლება მოხდეს მეტროს ქსელის გაფართოება და შეუძლია თუ არა ამ ცვლილებებს მნიშვნელოვნად შეამციროს საცობები ქალაქში. გიორგი ბაბუნაშვილი, ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელი, გვერდდება სტუდიაში. გიორგი, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დილაა, საკმაოდ მძიმე თემაზე უნდა ვისაუბროთ და ალბათ ის ადამიანები, ვინც სახლიდან გავლენ, წინასწარ დარდობენ იმაზე, დღეს იქნება თუ არა საცობი და ეს არის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი სამწუხაროდ. მოდით შეფასებით დავიწყოთ. თბილისის სატრანსპორტო სისტემის 2016 წლიდან არის რეფორმაში, უკვე ვახსენეთ, რა შედეგები გვაქვს და მუნიციპალური ტრანსპორტი რამდენად ხდება ნელ-ნელა ღირსეული ალტერნატივა ჩვენი პირადი ტრანსპორტის და რამდენად უწყობს ამ მიდგომას, ამ დასავლურ მიდგომას ხელს ის რეფორმები, რაც ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს დედაქალაქში ტარდება. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. ნამდვილად სწორად აღნიშნეთ, რომ 2016 წლიდან მიმდინარეობს ძირეული რეფორმა სატრანსპორტო სფეროში, რომლის ამოცანა იყო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაიხადა უფრო კომფორტული, უფრო მიმზიდველი ალტერნატივა კერძო ავტომობილით გადაადგილებისთვის. ეს მიზანი უსაფრთხო და ასევე ეკოლოგიაც მნიშვნელოვანია ამ ნაწილში. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი ადამიანი აირჩევს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მით უფრო ნაკლები იქნება საცობი, მით უფრო ნაკლები იქნება დაბინძურება და მით უფრო ნაკლებ დროს დავკარგავთ გზავრობაში ყოველ დღე.
ამ რეფორმის ფარგლებში რამდენიმე ასე ვთქვათ კომპონენტი შედის. პირველი ეს იყო ავტობუსების პარკის განახლება და თქვენ იცით თბილისში მთლიანად განახლდა საავტობუსო პარკი, 1000-ზე მეტი ახალი ავტობუსია, ეს არის Euro 6 სტანდარტის, ანუ ყველაზე მაღალი ეკოლოგიური სტანდარტის ავტობუსები, ასევე მიკროავტობუსები განახლდა 1000 მიკროავტობუსია თბილისში და ჩვენ თუ ნახავთ სტატისტიკას, მაგალითად 2017 წლიდან მეტროს მგზავრობა გაიზარდა 25%-ით, ხოლო ავტობუსების მგზავრობა დაახლოებით 40%-ით. ანუ ეს არის ის შედეგი, ანუ სტრუქტურა მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. რა თქმა უნდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს რეფორმა დასრულებულია და ეს საკმარისია. ეს საკმარისია, რა თქმა უნდა. ეხლა უკვე შემდეგი ეტაპებია. პირველი ეს არის იმ საავტობუსო დერეფნების დასრულება, რომელიც არის დაგეგმილი თბილისში, ეს არის 10 ეგრეთ წოდებული სწრაფი თბილისი ბას ტრანზიტ, TBT დერეფანი ასე ეწოდება ამას, რომელიც იქნება თბილისის მიწისზედა ტრანსპორტის გარკვეულწილად ხერხემალი, რაზეც იქნება აგებული მთელი დანარჩენი სატრანსპორტო ქსელი. ყველაზე პრობლემური კვანძები რომელია ამაზე რომ გავამახვილოთ ყურადღება და სწორედ ეს პრობლემური კვანძები თუ არის იდენტიფიცირებული გადაწყვეტილების მიმღებთაგან და თუ მიმდინარეობს მუშაობა ამ მიმართულებით. დიახ, რა თქმა უნდა, არის რამდენიმე პრობლემური კვანძი, მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის დიდი დიღმის სწრაფი დაკავშირება ქალაქის ცენტრთან. მაგალითად, აქ არის პრობლემური კვანძი გელოვანის გამზირი, იგივე აღმაშენებლის ხეივანი და სწორედ აქედან გამომდინარე იქნა შეთავაზებული ავტობუსების გარდა უკვე ტრამვაის ალტერნატივა, რომელიც დიდ დიღომს დააკავშირებს მეტროსადგურ დიდუბესთან. ეს არის რამდენად რეალისტურია რომ გითხრათ პირდაპირ ერთის მხრივ ურბანული თვალსაზრისით და მეორეს მხრივ ფინანსური თვალსაზრისით, რადგან ვიცით რომ ჩვენ ეს საკმაოდ დიდ ინვესტიციასთან არის დაკავშირებული. რამდენად რეალისტურია და დროის რა მონაკვეთში არის შესაძლებელი რომ რეალობად იქცეს ტრამვაის არსებობა და დაბრუნება კვლავ ჩვენს დედაქალაქში. ურბანული თვალსაზრისით სრულად რეალისტურია, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ტრამვაი თბილისისთვის ძალიან ტრადიციული და ფასი ტრანსპორტია, თუ ნახავთ თანამედროვე ქალაქის გამოცდილებებს, როგორც ევროპაში, ასევე აზიაში, ტრამვაი განიცდის ხელახლა დაბადებას. ეს აღარ არის ის ძველი ტექნოლოგიების ტრამვაი, რომელიც ხმაურობდა, რომელიც აზიანებდა შენობებს. ეს არის სრულად ახალი, სწრაფი, უხმაურო ტექნოლოგიები, რომლითაც ალბათ ბევრს უმგზავრია, ვინც ყოფილა საზღვარგარეთ და ეს არის ძალიან მიმზიდველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თავარი უპირატესობა რა არის, ბარემეს გითხარით აქ და შემდეგ არის მაღალი მგზავრ-გამტარუნარიანობა, ანუ ტრამვაის ვაგონები შეიძლება იყოს საკმაოდ დიდი სიგრძის და თითქმის უახლოვდება მეტროს შემადგენლობის ტევადობა. შეიძლება ოდნავ ჩამორჩება, მაგრამ ავტობუსს და მეტროს შორის იკავებს ასეთ შუალედურ რგოლს. და მეორე ეს არის მისი სრულიად დამოუკიდებლობა საგზაო საცობებისგან, იმიტომ რომ მას აქვს საკუთარი დერეფანი, რომელშიც გადაადგილდება და რა თქმა უნდა ეს არის ეკოლოგია და უხმაურობა. რაც შეეხება ფინანსურ კომპონენტს, აქ ჩატარდა ფასთა კვლევა, სადაც დაინტერესებულმა კომპანიებმა გამოაგზავნეს საკუთარი შეფასება ბიუჯეტის და ამის საფუძველზე შედგა ბიუჯეტი, გამოცხადდა ტენდერი, რომელიც 22 დეკემბერს სრულდება. ამჟამად ეს ტენდერი გამოცხადებულია და ღია მონაწილეებისთვის. 416 მილიონი ლარი არის გამოყოფილი 7,5 კილომეტრი ტრამვაის დერეფნისთვის, რომელიც დაიწყება დიდი დიღმის მესამე და მეოთხე მიკრორაიონების, ასე ვთქვათ, შეხვედრის ადგილას, გაივლის დავით აღმაშენებლის ხეივანში, შემდეგ რობაქ
ლაქიძის გამზირზე, გადავა დიდუბის ხიდზე და დაუკავშირდება მეტრო დიდუბას. და ბატონო გიორგი, აქ ჩნდება მეორე საკითხი. მას შემდეგ რაც დაუკავშირდება ის დიდუბის მეტროს, ბუნებრივია მგზავრთნაკადი ერთმნიშვნელოვნად გაიზრდება დიდუბის მეტროზე და დატვირთვა, ხო მასეა? რა თქმა უნდა. რამდენად შეძლებს ამ გზავრის გატარებას, ამ გზავრებთა რაოდენობის გატარებას დიდუბის მეტრო და აქ უკვე შემდეგი ეტაპი რა უნდა იყოს უკვე მეტროს ხაზის განვითარებაზეც ვისაუბროთ. არის ამ მიმართულებითაც როგორც ახალი სადგურების, ასევე ხაზების დამატების საკითხზე საუბარი, ესეც რამდენად რეალისტურია რომ გითხრათ? დიახ, სწორად გადახვედით, შემდეგი თემა არის მეტრო, რასაც უკვე მომდევნო წლები ალბათ დაეთმობა, ეს არის ორი სადგურის დამატება. ერთი სადგური ეს არის ვარკეთილის შემდეგ, ერთ ბოლოში, ხოლო მეორე ახმეტელის თეატრის შემდეგ, მეორე ბოლოში. ანუ ჯამში ხაზი დაგრძელდება 2.3 კილომეტრით. ჯერჯერობით ტენდერი ამაზე გამოცხადებული არ არის, თუმცა იყო ფასთა კვლევა და ველოდებით. და ესე იგი, ეს იქნება პროექტირება და მშენებლობა ერთად გაერთიანებული. ანუ ერთი კომპანია, რომელიც შემოვა ამ ტენდერში სავარაუდოდ ის ჩაატარეს პროექტირებას და მშენებლობას. არის მეორე კიდევ უფრო გრძელვადიანი პროექტი, ეს არის მესამე ხაზის დამატება, რომელიც თბილისის მეტროს მოგეხსენებათ ორი ხაზი აქვს, საბურთალოს ხაზი და პირველი ხაზი. მესამე ხაზი ეს იქნება უკვე მეტრო დიდუბიდან დაწყებული, რომელიც დააკავშირებს დიდუბეს, საბურთალოს, ვაკეს და ექნება გადასაჯდომი ბოლოს რუსთაველზე. ბატონო გიორგი, ჩვენ საუბრობთ გეგმებზე და თქვენი საუბრიდან გამომდინარე, რეალისტურად აღიქმება ეს ყველაფერი. მოდი დედლაინებზეც ვისაუბროთ და დროის რა მონაკვეთზეა საუბარი, იმაზე ვისაუბროთ, რადგან უკვე ნამდვილად ძალიან რთულია ჩვენს დედაქალაქში გადაადგილება და ღირსეული ალტერნატივა ჯერ კიდევ სამწუხაროდ არ არის მუნიციპალური ტრანსპორტი. კერძო ავტომობილების, სწორედ ამიტომ ადამიანები ირჩევენ პირად გადაადგილების საშუალებას, რადგან მეტნაკლებად მეტად განჭვრეტადი გახდეს მათი გადაადგილების დრო. ვისაუბროთ აჩქარებული სამყაროს პირობებში დროზე. რა დროში განიხილავთ, რომ ტრამვაის და მეტროს ხაზებმა მოაგვაროს ეს პრობლემა მეტნაკლებად ჩვენს დედაქალაქში. ხო, მეტროზე ცოტათი შეიძლება ერთი თქვენ კითხვას დაუმატებთ. ბატონო გიორგი, რაც ეხება ტრამვაის ხაზის გზის გაფართოება რაღაცნაირად დაგეგმილი თუ ამ ტრამვაის ხაზმა ავტომობილისტებს უხეშად რო ვთქვათ ერთი ხაზი უნდა წაართვას. ესე იგი, იმ ტენდერში, რომელიც გამოცხადებულია, შედის როგორც პროექტირება, ანუ კონკრეტულად სად გაივლის რა ადგილას ეს ხაზი და როგორ იქნება მოწყობილი მისი ინფრასტრუქტურა, იქნება ეს შეიძლება მათად დავით ხამაშენების ხეივანში, შუაში, სადაც ეს ხეებია. შეიძლება რაღაც ადგილზე ის იყოს კომბინირებული ბასლეინთან, თუმცა ამას პროექტირება გვაჩვენებს. პროექტირება და დეტალური კვლევა შედის აი ამ პროექტში, ამ ტენდერში, რომელიც არის სამწლიანი. ესე იგი, როგორც გითხარით, 22 დეკემბერს სრულდება წინადადებების მიღება და 1 წელი ეს არის პროექტირება და პროექტირებასთან დაკავშირებული კვლევები, რომელმაც უნდა განსაზღვროს, სად იქნება გაჩერებები, სად გაივლის აი ზუსტად როგორ იქნება სავალ ნაწილთან შეთავსებული ტრამვაის დერეფანი. და უკვე შემდეგ 2 წელი იქნება უშუალოდ მშენებლობა. ბატონო. და დასასრულისკენ მივდივართ და რეცეპტი მინდა გთხოვოთ, გითხრათ, თუ არის ასეთი რაიმე მოკლევადებში რა გამოსავალი არსებობს იმისათვის, თუ ჩვენი ქალაქი გახდეს უფრო მობილური და მოქალაქეების როლი, ანუ ჩვენი პირადი გადაწყვეტილებები სად გადის, რომ გითხრათ, რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ იმისათვის, რომ მეტად კომფორტულად გადავადგილდეთ ქალაქში. რეცეპტი არის ყველგან პრინციპში ერთი და იგივე. ყველა ქალაქმა, რომელსაც ჰქონდა ეს გადაადგილების პრობლემა, გადაწყვიტა ის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებით. მოქალაქეებს პრინციპში ვერაფერს რაღაცას ვერ მოვთხოვთ ნამდვილად. უბრალოდ თუ არის ალტერნატივა, მე ურჩევდი, თუ მათ აქვთ ალტერნატივა დაუშვათ ავტომობილით გადაადგილდნენ თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ჯობია ერჩიოთ საზოგადოებრივი
საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო უფრო სწრაფად მივლენ და ნაკლებათაც მოხდებიან, ასე ვთქვათ, საცობში. კი ბატონო, თქვენგან ალბათ ეს რჩევა ნამდვილად არის მისაღები. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. იმედია უკვე დამდგარ შედეგებზე ვისაუბრებთ უახლოეს პერიოდში და არა გეგმებზე. გიორგი ბაბუნაშვილი ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელი იყო ჩვენი სტუმარი დილიდან და ვსაუბრობდით არც ისე სასიამოვნო თემაზე, რაც ნამდვილად ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკას და საცობებს უკავშირდება.